1999 წლის ზაფხულის დასაწყისში ოკლაჰომას შტატის პატარა ქალაქ ვუდვორდში, სადაც მშრალი ველები და უსასრულო ჰორიზონტები ხალხს რაღაც განსაკუთრებულ სიმშვიდეს აძლევდა, ცხოვრობდა ოჯახი, რომელსაც არავინ განსაკუთრებულად იცნობდა. არც ძალიან ღარიბები იყვნენ, არც მდიდრები. უბრალოდ ერთი იმ 1000 ოჯახიდან, რომლებიც ცდილობდნენ ჩვეულებრივი ცხოვრების გაგრძელებას იმ ადგილას, სადაც ყველაფერი ნელა მიმდინარეობდა და დრო თითქოს არ გაივლიდა. ქალაქი იყო ისეთი, სადაც ყველა მიცოდა ყველას სახელი, მაგრამ არავინ ერეოდა სხვისი საქმეში. ადამიანები ცხოვრობდნენ წყნარად, მუშაობდნენ ხელფასიდან ხელფასამდე და არ ელოდნენ დიდ ცვლილებებს. ზოგჯერ ამბობდნენ, რომ ამ ქალაქში დრო სხვაგვარად გადიოდა, უფრო ნელა, თითქოს თავად ცხოვრება მოთმინებით ელოდა რაღაცას, რაც არასოდეს მოვიდოდა. მამა, რომელსაც ჰქვია ლოუელ სტერლინგი, მუშაობდა სამშენებლო კომპანიაში. ის იყო წყნარი, თავშეკავებული კაცი, რომელიც სიტყვებს იშვიათად ხმარობდა და თავის შვილებს უყვარდა იმ მდუმარე, გაუგებარი სიყვარულით, რომელიც არასოდეს გამოხატული იყო ხმამაღლა. ლოუელი არ იყო ემოციური ადამიანი. იგი არ ეხუტებოდა, არ აკოცებდა, არ ამბობდა მიყვარხარ ხშირად. მაგრამ ის ყოველთვის იყო იქ. ყოველთვის მუშაობდა. ყოველთვის ფიქრობდა მათზე. მისი სიყვარული იყო უხმო, უხილავი, მაგრამ მყარი, როგორც ის კედლები, რომლებსაც თავად აშენებდა. იგი იყო კაცი, რომელიც ცხოვრებას უყურებდა როგორც მუდმივ სამუშაოს, რომელიც უნდა შეესრულებინა. არაფერი მეტი, არაფერი ნაკლები. დედა კარმელა 30 წლის განმავლობაში მუშაობდა ადგილობრივ საავადმყოფოში მეტდად. ის ყოველთვის დაღლილი ჩანდა, მაგრამ არასოდეს ჩივიოდა. კარმელა იყო ქალი, რომელსაც სიცოცხლე ასწავლა მოთმინება და დუმილი. იგი იცოდა, რომ ზოგჯერ ყველაზე ძლიერი რამ, რაც შეიძლება გააკეთო, არის გაგრძელება. უბრალოდ გაგრძელება, როდესაც სხვა არაფერი შეგიძლია. ის იყო ქალი, რომელმაც ნახა ბევრი რამ თავის ცხოვრებაში, ბევრი ადამიანი, რომლებიც მოდიოდნენ საავადმყოფოში და აღარ გადიოდნენ, ბევრი ოჯახი, რომლებსაც რჩებოდათ მხოლოდ სევდა და ცარიელი ადგილის უფრაზე. იგი არ ლაპარაკობდა ამაზე. არასოდეს. უბრალოდ აგრძელებდა მუშაობას დილიდან საღამომდე და ბრუნდებოდა სახლში, სადაც ელოდა მისი ოჯახი. მათ ჰყავდათ 3 ქალიშვილი, მარისოლ, ვერიტი და ელიანა. მარისოლს 27 წელი ჰქონდა 1999 წლის ივნისში. ის იყო უფროსი და ყველაზე პასუხისმგებელი. მუშაობდა ადგილობრივ ბიბლიოთეკაში, სადაც ყოველდღე 5 საათზე ჩადიოდა და 9 საათამდე რჩებოდა. მარისოლი უყვარდა წიგნები. უყვარდა სიმშვიდე, რომელიც ბიბლიოთეკაში იყო. უყვარდა ის გრძნობა, როდესაც ადამიანები შემოდიოდნენ, იღებდნენ წიგნს და უბრუნდებოდნენ თავიანთ სამყაროს. ის არ იყო გახსნილი ადამიანი და თავის პირად ცხოვრებაზე არასოდეს საუბრობდა. არ ჰყავდა მეგობრები, როგორც ჩანდა. არ ჰყავდა საყვარელი. მხოლოდ მუშაობა და სახლი. ცხოვრობდა მშობლებთან ერთად, რადგან ფული არ ეყოფებოდა საკუთარი ბინისთვის. ზოგჯერ, როდესაც დედა კითხულობდა, რატომ არ ცხოვრობდა დამოუკიდებლად, მარისოლი პასუხობდა, რატომ უნდა? აქ კარგად ვარ და ეს იყო მთელი საუბარი. მას ჰქონდა საკუთარი ოთახი, პატარა, სადაც იდო მისი წიგნები, ძველი ფოტოები, რამდენიმე ნივთი ბავშვობიდან. ის არ ესაჭიროებოდა ბევრ რამეს. მისი ცხოვრება იყო მარტივი და გასაგები. და ის აკმაყოფილებდა მას. მეორე და, ვერიტი 31 წლისა, ცხოვრობდა ქალაქის მეორე ბოლოში, პატარა ბინაში, რომელიც ქირაობდა. ბინა იყო მცირე, ორსაძინებელიანი, უბრალო. ძველი გარნიტურა, გაცვეთილი იატაკი, კედლები, რომლებსაც საღებავი აკლდა. მაგრამ ვერიტი ამბობდა, რომ ეს იყო მისი ადგილი და რომ აქ თავისუფალი იყო. მას ჰყავდა 2 პატარა შვილი, 4 და 6 წლის ბიჭები, სახელებით დერიკი და ფინლი. ბავშვები იყვნენ მობილურები, ხმაურიანები, სავსე ენერგიით. ვერიტი ცდილობდა იყოს კარგი დედა, მაგრამ ეს რთული იყო, რადგან ის მარტო იყო. მისმა ქმარმა, რომელთანაც არ იყო ოფიციალურად დაქორწინებული, დატოვა ოჯახი 1997 წელს და მას შემდეგ არავინ არ იცოდა სადა იყო. არც ვერიტი ეძებდა. იგი უბრალოდ აგრძელებდა. მუშაობდა ადგილობრივ მაღაზიაში გამყიდველად, იღებდა მცირე ხელფასს და ცდილობდა გაემართა. ბავშვები ხშირად რჩებოდნენ ბებიასთან და ბაბუასთან, რადგან ვერიტის სამსახური დიდხანს გრძელდებოდა. ზოგჯერ ის ბრუნდებოდა სახლში ღამის 11 საათზე და ბავშვები უკვე იძინებდნენ. ის უყურებდა მათ, როგორ იძინებდნენ და ფიქრობდა, რამდენად რთულია ყოველივე ეს. მაგრამ არ ჩივიოდა. არასოდეს.
მესამე და ელიანა 29 წლისა ცხოვრობდა მშობლებთან ერთად, მაგრამ იშვიათად იყო სახლში. ელიანა იყო განსხვავებული. იგი არ ჰგავდა თავის დებს. მას ჰქონდა მეგობრების ჯგუფი, რომლებთანაც დროის უმეტესობას ატარებდა. ზოგჯერ არ ბრუნდებოდა სახლში რამდენიმე დღე. არავინ ზუსტად არ იცოდა სად იყო და რას აკეთებდა. იყო ხმები, რომ ის ეხმარებოდა ერთ-ერთ ადგილობრივ მეურნეობას, მაგრამ ეს არასოდეს დადასტურებულა. ზოგი ამბობდა, რომ ელიანას აქვს პრობლემები. ზოგი ამბობდა, რომ ის უბრალოდ ეძებს საკუთარ გზას. კარმელა ღელავდა მასზე, მაგრამ არაფერს ამბობდა. ლოუელი ამბობდა, ის უკვე ზრდასრულია. გადაწყვეტს თავად, მაგრამ მისი თვალები ამბობდა სხვა რამეს. ის ფიქრობდა, რომ ელიანას დახმარება სჭირდებოდა, მაგრამ არ იცოდა როგორ. ის ფიქრობდა, რომ მისი ქალიშვილი იკარგება რაღაცაში, რაც მას არ შეეძლო გაეგო. მაგრამ ის არ იცოდა როგორ ესაუბრა მასთან. ის არ იცოდა როგორ ჩაერთო. ამიტომ უბრალოდ ელოდა, იმედოვნებდა, რომ ყველაფერი მოგვარდებოდა თავისთავად. 1999 წლის ივნისის პირველი დღეები გავიდა ჩვეულებრივად. ამინდი იყო თბილი, მშრალი. ზაფხული იწყებოდა და ხალხი ემზადებოდა გრძელი, ცხელი თვეებისთვის. ლოუელი მუშაობდა ერთ სამშენებლო ობიექტზე, რომელიც მდებარეობდა ქალაქის გარეუბანში. კარმელა მუშაობდა საავადმყოფოში, როგორც ყოველთვის. ვერიტი მუშაობდა მაღაზიაში და ცდილობდა მოეფერებინა ორი პატარა ბიჭი, რომლებიც არასოდეს იყვნენ მშვიდები. მარისოლი მუშაობდა ბიბლიოთეკაში და ბრუნდებოდა სახლში საღამოს გვიან. ელიანა, როგორც ჩვეულებრივ, არ იყო სახლში და არავინ ზუსტად არ იცოდა სად იყო. 1999 წლის 7 ივნისი ორშაბათი იყო ყველაფრის ბოლო ჩვეულებრივი დღე. იმ დღეს კარმელამ გადარეკა ლოუელს სამუშაოდან და უთხრა, რომ ვერიტი მოდიოდა შვილებთან ერთად სადილზე. ლოუელმა თქვა კარგი. კარმელამ ასე ჰკითხა, იცოდა თუ არა სად იყო ელიანა, რადგან ორი დღე იყო არ ნანახი. ლოუელმა თქვა არა, არ იცის, მაგრამ ალბათ მალე დაბრუნდება. ეს იყო ჩვეულებრივი საუბარი. არაფერი განსაკუთრებული. არაფერი, რაც მიანიშნებდა იმაზე, რომ რაღაც არასწორი იყო, ან რომ რაღაც მოხდებოდა. უბრალოდ ჩვეულებრივი დღე, ისეთი, როგორიც 1000 სხვა დღე ამ ოჯახის ცხოვრებაში. იმ დღეს ვერიტი მართლაც მოვიდა მშობლების სახლში თავის ორ შვილთან ერთად. მოვიდა 3 საათზე შუა დღისას. კარმელა იყო სახლში, რადგან თავისუფალი დღე ჰქონდა. ბავშვები ითამაშებდნენ ეზოში. კარმელა ამზადებდა საჭმელს. ვერიტი ეხმარებოდა. ისინი საუბრობდნენ ჩვეულებრივ რამეებზე, სამუშაოზე, ფულზე, ბავშვების სკოლაზე. არაფერი უცნაური. არაფერი საეჭვო. ვერიტიმ თქვა, რომ ის დაღლილი იყო. რომ სამსახური რთული იყო. რომ ხელმძღვანელი მუდმივად მოთხოვნებს უყენებდა და ის არ იცოდა რამდენ ხანს გაუძლებდა. კარმელამ თქვა, რომ ყველა სამსახური რთულია. რომ უნდა მოთმინება გქონდეს. ვერიტიმ თქვა, რომ ის ცდილობდა, მაგრამ ზოგჯერ ძალიან რთული იყო. კარმელამ დაუმშვიდა. უთხრა, რომ ყველაფერი მოგვარდებოდა. რომ დრო ყველაფერს აგვარებდა. იმ საღამოს დაახლოებით 6 საათზე მარისოლი დაბრუნდა სამუშაოდან. ის შემოვიდა სახლში და დაინახა დედა, ვერიტი და ორი პატარა ბიჭი. მარისოლმა მოიკითხა ყველა, შეჭამა რაღაც და წავიდა თავის ოთახში. კარმელამ ჰკითხა, გვიან დაბრუნდებოდა თუ არა. მარისოლმა თქვა არა, რომ დაღლილი იყო და სახლში დარჩებოდა. რომ იქნებ წაიკითხავდა რაიმე წიგნს და ადრე დაიძინებდა. კარმელამ თქვა კარგი. იმავე საღამოს დაახლოებით 7 საათზე გამოჩნდა ელიანა. ის შემოვიდა სახლში, მოიკითხა ყველა და თქვა, რომ მალე ისევ გაივლიდა, რომ მას შეხვედრა ჰქონდა მეგობრებთან. კარმელამ ჰკითხა, სად იყო წინა 2 დღე. ელიანამ თქვა, რომ მეგობართან იყო დალოცვაში. კარმელამ ჰკითხა, რომელ მეგობართან. ელიანამ პასუხი არ გასცა. უბრალოდ თქვა, რომ ყველაფერი წესრიგში იყო და რომ არ უნდა ღელვა. კარმელა არ დაჟინებულა. დაღლილი იყო და არ უნდოდა კამათი. ელიანა იყო ისეთი, რომ როდესაც კითხვებს უსვამდნენ, კიდევ უფრო იხურებოდა. ამიტომ კარმელა უბრალოდ თქვა, როგორც გინდა, მაგრამ იფრთხილე. ლოუელი დაბრუნდა სამუშაოდან დაახლოებით 8 საათზე საღამოს. მან დაინახა, რომ ყველა იყო სახლში, კარმელა, მარისოლი, ელიანა, ვერიტი და ორი პატარა ბიჭი. ისინი იჯდნენ სასტუმრო ოთახში, ყურებდნენ ტელევიზორს. ლოუელმა ჭამა და მერე თქვა, რომ ადრე დაიძინებდა, რადგან ძალიან დაღლილი იყო.
კარმელამ თქვა კარგი. დანარჩენმა გააგრძელეს ყურება. დაახლოებით 10 საათზე საღამოს ვერიტიმ თქვა, რომ დაბრუნდებოდა სახლში, რადგან ბავშვები უკვე იძინებდნენ. მან აიღო ორივე ბიჭი და წავიდა. კარმელა დარჩა მარისოლთან და ელიანასთან. ისინი კიდევ ცოტა ხანს იჯდნენ, ლაპარაკობდნენ. მარისოლმა თქვა, რომ ის წაიწოლებოდა. კარმელამ თქვა კარგი. ელიანამ თქვა, რომ ის ალბათ გაივლიდა. კარმელამ ვკითხა სად. ელიანამ თქვა, რომ მეგობარი ელოდებოდა. კარმელამ ვკითხა, რომელი მეგობარი. ელიანამ არ უპასუხა. დედა დაღლილი იყო და აღარ იკამათა. თქვა, როგორც გინდა, მაგრამ იფრთხილე. ეს იყო ბოლო საუბარი, რომელიც კარმელას ჰქონდა თავის ქალიშვილთან. ეს იყო ბოლო სიტყვები, იფრთხილე, სიტყვები, რომლებსაც ის შემდეგ გაიმეორებდა თავისთვის 1000-ჯერ, ცდილობდა გაეხსენებინა, იყო თუ არა რაიმე განსაკუთრებული ელიანას ხმაში, იყო თუ არა რაიმე ნიშანი, რომელიც მან გამოტოვა. მაგრამ არაფერი იყო. უბრალოდ ჩვეულებრივი საუბარი ჩვეულებრივ საღამოს. შემდეგ დილით, სამშაბათს 8 ივნისს დაახლოებით 7 საათზე დილით, ლოუელმა გააღოცინა კარი, რომ გასულიყო სამუშაოზე. მან დაინახა რაღაც უცნაური. იატაკზე სწორედ კიბის წინ ნიდო 3 ჩანთა, 3 მობილური ტელეფონი, 3 საფულე და 3 დოკუმენტის კომპლექტი. ყველაფერი იყო მოწესრიგებული ერთმანეთის გვერდით, თითქოს ვიღაც განზრახდა ალაგა ისინი. ლოუელმა გაიხედა გარშემო. არავინ იყო. ქუჩა იყო ცარიელი, წყნარი, როგორც ყოველთვის ადრე დილით. მან დაიხარა და აიღო ერთი ჩანთა. იგი იცნო, ეს იყო მარისოლის. მან გახსნა. იქ იყო მისი პირადი ნივთები, საბაჟო, გასაღებების საბანკო ბარათი. ფული იყო საფულეში. ყველაფერი იყო თავის ადგილზე. მან აიღო მეორე ჩანთა, ელიანასი. იგივე. ყველაფერი იყო იქ. მესამე ჩანთა, ვერიტისი. იგივე რამ. ლოუელი შეჩერდა. მისი გონება ცდილობდა გაეგო რა ხდებოდა. რატომ იყო ეს ნივთები აქ? რატომ იყვნენ ისინი კარის წინ? სად იყვნენ მისი ქალიშვილები? მან შეაღო კარი და შევიდა სახლში. ძახილმა კარმელა. კარმელა გამოვიდა საძინებლიდან. მან უთხრა რა დაინახა. კარმელამ თავიდან ვერ მიხვდა. თქვა, რა გახსნა? ლოუელმა კვლავ უთხრა. კარმელამ წამოდგა და ორივე გავიდნენ ეზოში. ისინი იდგნენ იქ თავიანთი 3 ქალიშვილის ნივთების წინ და ცდილობდნენ გაეგოთ რა მოხდა. კარმელამ დარეკა მარისოლს. არავინ არ უპასუხა. დარეკა ელიანას. არავინ არ უპასუხა. დარეკა ვერიტის. არავინ არ უპასუხა. ლოუელმა თქვა, რომ პოლიციას დარეკო. კარმელამ დარეკა. პოლიცია მოვიდა დაახლოებით 20 წუთის შემდეგ. 2 ოფიცერი. ერთი უფროსი ხანდაზმული, რომელიც აშკარად დაღლილი იყო. ერთი ახალგაზრდა, რომელიც ჩანდა, რომ თავად არ იცოდა რას აკეთებდა. მათ დაათვალიერეს ნივთები. კითხეს კითხვები. სად იყვნენ ქალიშვილები ბოლოს? როდის ნახეთ ბოლოს? რა იყო უცნაური? ლოუელმა და კარმელამ უთხრეს, რომ ყველა იყო სახლში წუნაღამით. რომ ვერიტი წავიდა თავისი შვილებით თავის ბინაში დაახლოებით 10 საათზე. რომ მარისოლი წავიდა ძილს. რომ ელიანამ თქვა, რომ გაივლიდა. უფროსმა ოფიცერმა თქვა, შესაძლოა ისინი უბრალოდ სადმე წავიდნენ. ზრდასრული ადამიანები არიან. უფლება აქვთ წავიდნენ სადაც უნდათ. ლოუელმა თქვა, არა. ჩემი ქალიშვილები ასე არ მოიქცეოდნენ. ისინი არასოდეს დატოვებდნენ საკუთარ ნივთებს ასე. ისინი არასოდეს დატოვებდნენ თავიანთ ფულს, დოკუმენტებს. რაღაც მოხდა. ახალგაზრდამ ოფიცერმა თქვა, მაგრამ ეს ნივთები აქ არის. შეიძლება ისინი განზრახ დატოვეს. კარმელამ თქვა, რატომ? რატომ უნდა დაეტოვებინათ განზრახ? ჩემი ქალიშვილები არ იყვნენ ისეთები. ისინი არ გააკეთებდნენ ასეთ რამეს. პოლიციელებმა არ იცოდნენ. მათ თქვეს, რომ დაელოდნენ 24 საათს. რომ თუ ქალიშვილები არ დაბრუნდებოდნენ, მაშინ დაიწყებდნენ ოფიციალურ ძებნას. ლოუელმა თქვა, 24 საათი. ჩემი ქალიშვილები დაკარგულები არიან ახლა და თქვენ მითხრობთ ელოდოთ, უფროსმა ოფიცერმა თქვა, ეს არის პროცედურა. ჩვენ ვერაფერს გავაკეთებთ ახლა.
პირველი დღე გავიდა. არავინ არ დაბრუნდა. ლოუელმა დარეკა ვერიტის ბინაში. არავინ არ უპასუხა. ის წავიდა იქ პირადად. კარი ჩაკეტილი იყო. მეზობელმა ქალმა, რომელიც ცხოვრობდა გვერდზე, თქვა, რომ ვერიტიც უნასაღამოს მოვიდა ორ შვილთან ერთად, მაგრამ შემდეგ კვლავ გავიდა. რომ ის დაინახა მას, როგორ გაიარა ქუჩაზე დაახლოებით 11 საათზე ღამით. რომ ის იყო მარტო, შვილები არ ჰყავდა თან. ლოუელმა ჰკითხა, მარტო იყო? შვილები სად იყვნენ? მეზობელმა თქვა, არ ვიცი. ალბათ სახლში დატოვა. მე ვფიქრობ, რომ იგი მიდიოდა რაღაც კუთხით, მაგრამ ვერ გავიგე ზუსტად. უბრალოდ ვნახე, როგორ გადიოდა. ლოუელმა ჰკითხა, როგორ ჩანდა? იყო რაიმე უცნაური? მეზობელმა თქვა, არა, ჩვეულებრივად. უბრალოდ მიდიოდა. ლოუელმა გააღო ვერიტის ბინის კარი. უნდა შემხვედროდა მძიმე თუ არა, მაგრამ შიგნით ყველაფერი წესრიგში იყო. საწოლები გაკეთებული, ჩურჩელი დაბანილი, პატარა ბიჭები სათამაშოები წესრიგში მოწესრიგებული. მაგრამ ბავშვები არ იყვნენ იქ და ეს იყო ყველაზე უცნაური. სად იყვნენ ისინი? პოლიციამ ოფიციალურად დაიწყო გამოძიება. ჩაატარეს გამოკითხვები მეზობლებთან. ერთმა ქალმა თქვა, რომ დაინახა მარისოლი და ელიანა, რომლებიც ერთად სასეირნოდ გადიოდნენ ქუჩაში ორშაბათის საღამოს დაახლოებით 5 საათზე. სხვა მეზობელმა თქვა, რომ ელიანა ხშირად დადიოდა ერთ მამაკაცთან, მაგრამ ის არ იცოდა ვინ იყო. მესამე მეზობელმა თქვა, რომ ვერიტი წყნარი ქალი იყო და არასოდეს არავისთან არ ჩხუბობდა. მეოთხე მეზობელმა თქვა, რომ მარისოლი ყოველთვის მარტო დადიოდა და არ საუბრობდა ვერავისთან. პირველ კვირაში პოლიციამ გააკეთა პრეს-რელიზი. გამოაქვეყნა სამივე დის ფოტო ადგილობრივ გაზეთში და სთხოვა ყველას, ვისაც რამე უწყო და მოეხსენებინა. მოვიდა რამდენიმე ზარი, მაგრამ არაფერი კონკრეტული. ერთმა ადამიანმა თქვა, რომ დაინახა ვერიტი ბენზინგასამართ სადგურზე, მაგრამ ზუსტად არ ახსოვდა როდის. მეორემ თქვა, რომ მარისოლი მუშაობდა ბიბლიოთეკაში და ყოველთვის წყნარი იყო, არასოდეს არაფერი უცნაური არ უთქვამს. მესამემ თქვა, რომ ელიანა შესაძლოა პრობლემები ჰქონოდა ალკოჰოლთან, მაგრამ არ იყო დარწმუნებული. ერთი თვის შემდეგ პოლიციას აღარ ჰქონდა ახალი ინფორმაცია. არავინ არ იცოდა სად იყვნენ სამი და არავინ არ იცოდა რატომ დატოვეს თავიანთი ნივთები იმ გზით. არავინ არ იცოდა რატომ წავიდნენ. საქმე თანდათან გაგრილდა. პოლიციას სხვა საქმეები ჰქონდა. სხვა პრობლემები. სამი ზრდასრული ქალი, რომლებმაც შეიძლება თავად გადაწყვიტეს წასვლა, არ იყო პრიორიტეტი. ეს იყო რეალობა, რომელიც ლოუელმა და კარმელამ უნდა მიეღოთ. ლოუელმა და კარმელამ სცადეს კერძო დეტექტივის დაქირავება, მაგრამ ფული არ ჰქონდათ. სცადეს ადგილობრივი ტელევიზიის დახმარების თხოვნა, მაგრამ არავის აინტერესებდა. ეს იყო მცირე ქალაქი. ამბავი სწრაფად დაივიწყა. ცხოვრება გაგრძელდა. ხალხი დაბრუნდა თავის საქმეებს. მეზობლები თანდათან შეწყვიტეს კითხვა. არა რომ მათ არ ეწუხათ, უბრალოდ არ იცოდნენ რა ითქვათ. ვერიტის ორი პატარა შვილი, დერიკი და ფინლი, დარჩნენ ბებიასთან და ბაბუასთან. ისინი ყოველ დღე ეკითხებოდნენ დედას. კარმელა არ იცოდა რა ეთქვა. იგი ამბობდა, დედა მალე დაბრუნდება. დედა არის სადმე, მაგრამ მალე დაბრუნდება, მაგრამ დღეები გადიოდა, კვირები გადიოდა და არავინ არ ბრუნდებოდა. ბავშვები იწყებდნენ გაგებას, რომ რაღაც არ იყო სწორი. ისინი იწყებდნენ იმის გრძნობას, რომ დედა არ დაბრუნდებოდა. ლოუელმა შეწყვიტა მუშაობა 3 თვის განმავლობაში. არ შეეძლო კონცენტრირება. დადიოდა ქალაქში, გაიარა ყველა ადგილი, სადაც შესაძლოა მისი ქალიშვილები ყოფილიყვნენ. მაღაზიები, სათვალის სადგურები, ავტობუსის გაჩერებები. არაფერი. კარმელა გააგრძელა მუშაობა, რადგან ფული სჭირდებოდა ორი შვილიშვილის მოსავლელად, მაგრამ იგი ყოველ ღამე ტიროდა. არავინ ხედავდა, მაგრამ ლოუელმა იცოდა. ის ესმოდა მას, როგორ იჯდა სამზარეულოში ღამის 3 საათზე და ქრთოდა ისე წყნარად, რომ არავინ გაეგო. 2000 წელი დადგა. 3 ივნისი გავიდა დაკარგვიდან. პოლიციამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ საქმე ცივია და აქტიურად აღარ მუშაობდნენ მასზე. ლოუელმა სცადა საჯარო დახმარების მოთხოვნა, მაგრამ არავის აღარ ესმოდა. ხალხი იწყებდა დაშორებას ამ ოჯახს. მეზობლები აღარ საუბრობდნენ მათთან. არა რომ ისინი ცუდები იყვნენ, უბრალოდ არავინ იცოდა რა ითქვა.
რას ეთქვათ ადამიანებს, რომლებსაც დაკარგული ჰყავთ 3 ქალიშვილი და არავინ არ იცის სად არიან. 2001 წელს დერიკი, უფროსი შვილიშვილი, დაიწყო სკოლა. იგი იყო 8 წლის. მასწავლებელმა ჰკითხა, სად იყო მისი დედა. დერიკმა თქვა, რომ არ იცოდა. მასწავლებელმა არ იკითხა მეტი. სხვა ბავშვებმა დაიწყეს კითხვა. დერიკი არ პასუხობდა. ფინლი, რომელიც იყო 6 წლის, კიდევ ფიქრობდა, რომ დედა დაბრუნდებოდა. ის კვლავ ლოდებდა. 2002 წელს ლოუელმა დაიწყო მუშაობა ხელახლა, რადგან ფული სჭირდებოდა. მაგრამ ის იყო სხვა ადამიანი. წყნარი, მდუმარე, დაკარგული თავის ფიქრებში. კოლეგები ამბობდნენ, რომ ის იყო როგორც მოჩვენება. იქ იყო, მაგრამ არ იყო. ის მუშაობდა, აკეთებდა საკუთარ საქმეს, მაგრამ არ ლაპარაკობდა ვერავისთან. 2003 წელს დერიკმა ჰკითხა ბებია კარმელას, დაბრუნდებოდა თუ არა ოდესმე დედა. კარმელამ ვერ უპასუხა. მხოლოდ ჩაიხუტა და ძალა არ ჰქონდა სიტყვა ეთქვა. 2005 წელს ფინლი, უმცროსი, რომელიც უკვე 10 წლისა იყო, დაიწყო კითხვა რეალური კითხვებით. სად იყო დედა? რატომ არ დაბრუნდა? რატომ დატოვა ისინი? ბებია კარმელამ ვერ უპასუხა. ბაბუა ლოუელმა მხოლოდ თქვა, ზოგჯერ ხალხი იკარგება და არავინ იცის რატომ. ეს არის ცხოვრება. 2006 წელს ერთმა ახალგაზრდა ჟურნალისტმა, რომელიც მუშაობდა ადგილობრივ გაზეთში, გადაწყვიტა დაწეროს სტატია ძველ, გადაუჭრელ საქმეებზე. მან იპოვა ეს ამბავი და შეუდგა გამოძიებას. მან ესაუბრა ლოუელს და კარმელას. ლოუელმა თქვა, რომ ის აღარ იმედოვნებდა. რომ მან უკვე მიიღო, რომ არასოდეს გაიგებდა რა მოხდა. კარმელამ თქვა, რომ ის ყოველღამე ოცნებობს თავის ქალიშვილებს. რომ ის ხედავს მათ და ისინი ამბობენ, ჩვენ კარგად ვართ დედა, მაგრამ შემდეგ იღვიძებს და აღარავინ არის. ჟურნალისტის სტატია გამოქვეყნდა, მაგრამ არავის აინტერესებდა. ეს იყო ძველი ამბავი. ხალხი წაიკითხა, თქვა რა საშინელია და გაიარა. 2008 წელს, 9 წლის შემდეგ, ლოუელმა და კარმელამ გადაწყვიტეს სახლის გაკიდვა. ძალიან ბევრი მოგონება იყო იქ. ძალიან ბევრი ტკივილი. ისინი გადავიდნენ მცირე ბინაში იმავე ქალაქში. დერიკი და ფინლი წავიდნენ მათთან ერთად. ბიჭები უკვე თინეიჯერები იყვნენ, 14 და 12 წლის. ისინი ძალიან ჰგავდნენ დედას. ყოველთვის წყნარები, თავშეკავებულები. ისინი აღარ ლაპარაკობდნენ მასზე. ისინი აღარ კითხულობდნენ. ისინი უბრალოდ აგრძელებდნენ ცხოვრებას. 2009 წელს დერიკმა ჰკითხა ბაბუა ლოუელს, ფიქრობდა თუ არა რომ დედა მკვდარი იყო. ლოუელმა თქვა, რომ არ იცოდა. რომ იმედოვნებდა, რომ ის ცოცხალი იყო სადმე, მაგრამ იცოდა, რომ ეს მცდარი იმედი იყო. 2011 წელს კარმელა გადაიტანეს ჰოსპიტალში. გულის პრობლემა. ექიმმა თქვა, რომ სტრესი იყო მიზეზი. რომ წლების განმავლობაში დაგროვილმა ტკივილმა გამოიწვია ფიზიკური დაზიანება. ის გადარჩა, მაგრამ შეწყვიტა მუშაობა. ლოუელი უკვე 72 წლის იყო და თავადაც აღარ მუშაობდა. ისინი ცხოვრობდნენ მცირე პენსიით და დერიკისა და ფინლის დახმარებით, რომლებმაც დაიწყეს მუშაობა. 2012 წელს ფინლიმ თავი დატოვა სკოლა და დაიწყო მუშაობა სამშენებლო კომპანიაში, სწორედ იმავეში, სადაც ლოუელი მუშაობდა წლების წინ. დერიკი დაიწყო მუშაობა ადგილობრივ მაღაზიაში, სწორედ იმავეში, სადაც მისი დედა, ვერიტი, მუშაობდა წლების წინ. 2013 წელს დერიკმა ჰკითხა ბაბუა ლოუელს, თუ რაიმე იყო, რაც ის არ უთქვამს პოლიციას. ლოუელმა თქვა არა. რომ ის უთხრა ყველაფერი, რაც იცოდა. 2014 წლის მაისში, 15 წლის შემდეგ დაკარგვიდან მოხდა რაღაც მოულოდნელი. ერთმა ადამიანმა, რომელიც ცხოვრობდა ვუდვორდის გარეუბანში და რომელიც არ იყო დაკავშირებული ამ ოჯახთან, გადაწყვიტა საკუთარი სახლის სარდაფის გაწმენდა. ის სახლი იყო ძველი, შენობილი 1960-იან წლებში. ეს ადამიანი, რომელსაც ერქვა დიტრიხ კოხრეინი, იყო ხანდაზმული მამაკაცი, 70 წლის, რომელიც მარტო ცხოვრობდა. მისი მეუღლე გარდაიცვალა 2 წლით ადრე და მას შემდეგ ის ცდილობდა გამოეთიშა ყველა ძველი ნივთი. ის არ იყო იმ ტიპის ადამიანი, რომელიც ინახავდა ძველ რამეებს. ის უბრალოდ უნდოდა გამოეთიშა და წასულიყო. როდესაც ის გაწმენდა სარდაფს, იპოვა ძველი 5 ფოტოებით. ისინი ეკუთვნოდა მის გარდაცვლილ მეუღლეს, ჯიმელია კოხრეინს, რომელსაც ჰქონდა ჰობი, ფოტოგრაფია.
დიტრიხი ყურებდა ფოტოებს და ხედავდა ძველ სურათებს ოჯახური შეკრებებიდან, დღესასწაულებიდან, უბრალო ყოველდღიური მომენტებიდან. მაშინ იპოვა ერთი ფოტო, რომელიც მას არ ახსოვდა და რომელიც სრულიად განსხვავებული იყო. ფოტოზე სამი ქალი იყო. ისინი იდგნენ ერთ რიგში, კედელთან, მცირე ოთახში. ოთახი უცნაური იყო, არც სახლი ჰგავდა, არც საჯარო ადგილი. უბრალოდ მცირე ოთახი ცარიელი კედლებით, ბეტონის იატაკით. ქალებს ჰქონდათ შიშის გამომეტყველება სახეზე. ისინი აშკარად არ უნდოდათ ეღოთ ფოტო. მათი თვალები იყო ფართოდ გახელილი, მათი სხეულები იყო დაძაბული. ფოტოს უკანა მხარეს ხელით იყო ჩაწერილი, ივნისი 1999, არაფერი სხვა. არც სახელები, არც ადგილი. დიტრიხმა ფოტო რამდენჯერმე გადაათვალიერა. თავიდან ვერ გაიგო რა იყო ეს. მერე დაიწყო ფიქრი. ის ფოტო ჰგავდა რაღაცას, რაც არ უნდა არსებულიყო. მან გადაწყვიტა გადაეღო იგი მობილურით და გამოეგზავნა თავისი შვილისთვის, რომელიც ცხოვრობდა მეზობელ შტატში. შვილმა უთხრა, რომ ფოტო უცნაური იყო და რომ ალბათ პოლიციას უნდა მიეწოდებინა. დიტრიხი წავიდა პოლიციის განყოფილებაში 2014 წლის მაისის ბოლოს. მან აჩვენა ფოტო. მოხელემ თავიდან არც კი მიაქცია ყურადღება. მერე ერთმა ახალგაზრდა ოფიცერმა, რომელიც ახლახან იყო დაწყებული სამუშაო, ყურადღებით შეხედა ფოტოს და თქვა, ეს ქალები ჰგავან იმ სამდას, რომლებიც გაქრნენ 15 წლის წინ. მე ბავშვი ვიყავი მაშინ, მაგრამ მახსოვს ეს ამბავი. ყველა საუბრობდა მასზე. ეს იყო დიდი რამ. პოლიციამ დაიწყო გამოძიება ხელახლა. ფოტო გაგზავნეს სპეციალისტებთან. გამოირკვა, რომ ფოტო რეალურად 1999 წლის ივნისში იყო გადაღებული, ფოტოპლანკაზე არსებული ხარვეზების მიხედვით, რომლებიც დამახასიათებელია იმ პერიოდის კამერებისთვის. ქალები იდენტიფიცირდნენ, ისინი მართლაც იყვნენ მარისოლი, ვერიტი და ელიანა. მაგრამ ფოტოს დანარჩენი დეტალები გაუგებარი იყო. რა იყო ეს ოთახი? ვინ გადაიღო ფოტო? რატომ ჰქონდათ შიში სახეზე? დიტრიხ კოხრეინმა არ იცოდა. მისმა გარდაცვლილმა მეუღლემ არასოდეს ახსენა ასეთი რამ. მან თქვა, რომ მისი მეუღლე ყოველთვის ატარებდა კამერას თან და შეიძლება ეს ფოტო გადაეღო და დაგროვებულიყო ყუთში. პოლიციამ დაიწყო გამოძიება ჯიმელია კოხრეინის წარსულის შესახებ. ის გარდაიცვალა 2012 წელს 2 წლის წინ. ჯიმელია იყო წყნარი ქალი, რომელიც მუშაობდა ადგილობრივ პოსტაზე და ხობად ფოტოგრაფიას იღებდა. არავის ჰქონდა მასზე ბრალდება. მეზობლები ამბობდნენ, რომ ის იყო კარგი ადამიანი. მაგრამ გამოძიებამ აჩვენა, რომ ჯიმელიას ჰქონდა მეორე სახლი, პატარა კოტეჯი, დაახლოებით 70 კილომეტრის დაშორებით ქალაქიდან, პატარა ტყის მახლობლად. ეს ადგილი იყო ძალიან მოშორებული და იზოლირებული. პოლიციამ წავიდა იქ 2014 წლის ივნისში. კოტეჯი იყო დაძველებული და მიტოვებული. პოლიციამ გააფხიზლა კარი და შევიდა. შიგნით იყო პატარა ოთახები, სარდაფი და იზოლირებული სივრცე. სწორედ იმ ადგილას სარდაფში იყო ის ოთახი, რომელიც ფოტოზე ჩანდა. იგივე კედლები, იგივე კუთხე, იგივე ბეტონის იატაკი. მაგრამ აღარავინ იყო იქ. ოთახი სუფთა იყო. არაფერი არ დარჩენილა. პოლიციამ გამოიძახა ფორენზიკა. ისინი გააკეთეს დეტალური ანალიზი. იპოვეს მცირე კვალი, რომელიც შეიძლებოდა იყოს ბიოლოგიური მასალა, მაგრამ ის იყო ძალიან ძველი და დაზიანებული. დნეს ანალიზი ვერ მოხერხდა. 2014 წლის ივლისში პოლიციამ ოფიციალურად განაცხადა, რომ ფოტო არის მტკიცებულება იმისა, რომ სამი და თავიანთი ნებით არ წავიდნენ, არამედ შესაძლოა იძულებით გადაყვანილიყვნენ იმ კოტეჯში. მაგრამ ვინ ზუსტად გააკეთა ეს, არ იყო ცხადი. ჯიმელია უკვე გარდაცვლილი იყო და ვერც პასუხს გასცემდა. მისი ქმარი დიტრიხი არავითარ კავშირში არ იყო მასთან. მან არც კი იცოდა ამ კოტეჯის არსებობის შესახებ. მან თქვა, რომ მისი მეუღლე არასოდეს უთქვამს ამ ადგილზე. რომ მან ფიქრობდა, რომ მათ ჰქონდათ მხოლოდ ის ერთი სახლი, სადაც ისინი ცხოვრობდნენ. პოლიციამ გამოკითხა ყველა, ვინც იცნობდა ჯიმელიას. მეზობლები თქვეს, რომ ის წყნარი ადამიანი იყო, რომელიც ყოველთვის მეგობრული იყო. რომ არასოდეს არაფერი საეჭვო არ შემჩნევიათ. ერთმა ადამიანმა თქვა, რომ ჯიმელიას ჰყავდა რაღაც ძმა, რომელიც ცხოვრობდა სხვა შტატში, მაგრამ ის უკვე გარდაცვლილი იყო მრავალი წლის წინ. ვერავინ ვერაფერს დაამატებდა. ყველა ამბობდა, რომ ჯიმელია იყო ნორმალური ადამიანი.
რომ არაფერი უცნაური არ იყო მასში. 2014 წლის აგვისტოში პოლიციამ ოფიციალურად ჩამოაყალიბა თეორია, სამი და მარისოლი, ვერიტი და ელიანა 1999 წლის ივნისში გადაყვანილ იქნენ ან იძულებით მიყვანილ იქნენ იმ კოტეჯში. ისინი იყვნენ იქ გარკვეული დროის განმავლობაში. ფოტო გადაღებული იქნა იმ პერიოდში. მერე რაღაც მომენტში ისინი აღარ იყვნენ იქ. ვინ იყო პასუხისმგებელი ამაზე ვერ დადგინდა. რატომ მოხდა ეს ვერ დადგინდა. რა გახდა მათი ვერ დადგინდა. ლოუელს და კარმელას მიაწოდეს ინფორმაცია 2014 წლის აგვისტოს დასასრულს. მათ ეწვივათ 2 დეტექტივი. ისინი იჯდნენ პატარა სამზარეულოში, სადაც მხოლოდ 4 სკამი ეტეოდა. დეტექტივებმა აჩვენეს ფოტო. კარმელამ აიღო იგი ხელში. მან შეხედა. მისი ხელები დაიწყო კანკალი. მან ცდილო რაღაც ეთქვა, მაგრამ ვერ შეძლო. ლოუელმა აიღო ფოტო. ის უყურებდა მას დიდხანს. მერე თქვა მხოლოდ ერთი რამ, ისინი ცოცხლები იყვნენ. მაშინ ისინი იყვნენ ცოცხლები იმ მომენტში. კარმელამ ვერ აიტანა. მან დაკარგა გონება. მას გადაიყვანეს საავადმყოფოში. იქ დარჩა 3 დღე. ექიმებმა თქვეს, რომ მისი ორგანიზმი ვერ უძლებდა იმ სტრესს. რომ წლების განმავლობაში დაგროვილი ტკივილი ახლა იყო ძალიან ძლიერი. ლოუელი იჯდა მის გვერდით საავადმყოფოში და არაფერს ამბობდა. მან იცოდა, რომ სიტყვები ვერაფერს შეცვლიდა. როდესაც კარმელა დაბრუნდა სახლში, ის იყო სხვა ადამიანი. ის აღარ ტიროდა. ის აღარ საუბრობდა. ის უბრალოდ იჯდა და უყურებდა ფანჯარას. ლოუელი ცდილობდა ესაუბრა მასთან, მაგრამ ის არ პასუხობდა. დერიკმა და ფინლიმ ცდილეს დაეხმარათ, მაგრამ ვერაფერი შეეძლოთ. პოლიციამ განაახლა გამოძიება, მაგრამ ახალი დასკვნები არ გამოუმუშავებიათ. კოტეჯი იყო სუფთა. არანაირი თვალსაჩინო კვალი. ჯიმელია გარდაცვლილი იყო. მისი ქმარი არ იცოდა არაფერი. ვერც ერთი სხვა ადამიანი არ იყო დაკავშირებული. პოლიციამ შეამოწმა ჯიმელიას ფინანსური ჩანაწერები. არაფერი უცნაური. შეამოწმეს მისი სატელეფონო ზარები. არაფერი საეჭვო. შეამოწმეს მისი მანქანა. არაფერი. 2014 წლის სექტემბერში პოლიციამ ჩაატარა პრესკონფერენცია. გამოაცხადეს, რომ ჰქონდათ ახალი მტკიცებულება, მაგრამ გამოძიება კვლავ გრძელდებოდა. ხალხი დაინტერესდა ხელახლა. ახლა ამბობდნენ, რომ ეს არ იყო უბრალოდ დაკარგვა, რომ ეს იყო რაღაც სხვა. მაგრამ რა, არავინ არ იცოდა. 2015 წლის თებერვალში, 6 თვის შემდეგ ფოტოს აღმოჩენიდან, კარმელა გარდაიცვალა. მან თავისი გული აღარ გაუძლო. ექიმებმა თქვეს, რომ სტრესი იყო პირდაპირი მიზეზი. რომ ბოლო თვეების მოვლენებმა ბოლომდე მოუღოთ. ლოუელმა დაკრძალა თავისი მეუღლე იმავე სასაფლაოზე, სადაც ისინი ორივე იმედოვნებდნენ, რომ ერთ დღეს დაკრძალავდნენ თავიანთ 3-ვე ქალიშვილს. მაგრამ ეს არასოდეს მოხდა. არასოდეს იყო 3 სხეული დასაკრძალავად. 2016 წელს, 18 წლის შემდეგ დაკარგვიდან, ერთმა ჟურნალისტმა დაწერა დეტალური სტატია ამ საქმეზე. სტატია გამოქვეყნდა ერთ-ერთ ადგილობრივ გაზეთში, მაგრამ მერე გავრცელდა ინტერნეტში. ამბობდა იმ ფოტოზე, იმ სამდაზე, იმ გაუგებარ მოვლენებზე. მან ასევე დაამატა ერთი დეტალი, რომელიც პოლიციამ არ გამოაქვეყნა. 3-ვე დის მარცხენა ხელზე ჩანდა მცირე ნიშანი, რომელიც შეიძლება ყოფილიყო დამცრობა ან იძულებით გაკეთებული რაღაც. ეს ნიშანი იყო ძალიან მცირე და არ იყო საკმარისი რაიმე კონკრეტული დასასკვნელად. მაგრამ ის იყო იქ. ჟურნალისტმა ასევე ჩაატარა საკუთარი გამოძიება. მან ისაუბრა რამდენიმე ადამიანთან, რომლებიც იცნობდნენ ჯიმელია კოხრეინს. ერთმა ადამიანმა თქვა, რომ ჯიმელიას ჰქონდა შემოსავალი, რომელიც მომდინარეობდა სხვა წყაროებიდან, არა მხოლოდ პოსტიდან. რომ ის ფლობდა რამდენიმე უძრავ ქონებას, რომელსაც აქირავებდა. მეორე ადამიანმა თქვა, რომ ჯიმელია იყო დახურული ადამიანი, რომელიც თავისპირად ცხოვრებაზე არასოდეს საუბრობდა. ჟურნალისტმა ასევე იპოვა რაღაც სხვა. ჯიმელიას ჰყავდა ძველი მეგობარი, სახელად ოუინ ბერსტო, რომელიც ცხოვრობდა სხვა შტატში. ოუინი თანახმა იყო გასაუბრებელი, მაგრამ ის იყო უკვე 100 წლის ასაკის ადამიანი და ძალიან ცუდი ხსოვნით. მან თქვა, რომ ჯიმელია იყო კარგი ადამიანი, მაგრამ ხშირად საუბრობდა რაღაც პრობლემებზე, რომლებსაც არავინ არ ესმოდა.
რომ იგი ხშირად აშინებდა თავის თავს და ხშირად ამბობდა, რომ ცხოვრება რთულია და რომ ზოგჯერ ადამიანები საშიშნი არიან. ჟურნალისტის სტატია გავრცელდა ინტერნეტში. ხალხმა დაიწყო კომენტარები. ზოგმა თქვა, რომ ეს არის უბრალოდ ერთი გაუგებარი საქმე, რომელიც არასოდეს გადაწყდება. სხვებმა თქვეს, რომ ჯიმელია შესაძლოა ყოლოდა თანამზრახველი ვიღაც, ვინც დაეხმარა. მესამე ადამიანებმა უბრალოდ დაწერეს, რომ ეს არის სევდიანი ამბავი და რომ ის ოჯახი იმსახურებდა პასუხს. 2017 წელს პოლიციამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ მათ აღარ ჰქონდათ ახალი ლიდები. რომ გამოძიება კვლავ ღიაა, მაგრამ აქტიურად არ მუშაობდნენ მასზე. რომ თუ ვინმეს ჰქონდა ინფორმაცია, შეეძლოთ დარეკვა, მაგრამ ამ წერტილამდე არაფერი ახალი არ გამოჩენილა. 2018 წელს ლოუელ სტერლინგი გარდაიცვალა. ის იყო 88 წლის. მისი გარდაცვალების წინ, რამდენიმე დღით ადრე, დერიკმა, რომელსაც უკვე 30 წელი ჰქონდა, ესაუბრა მას და ჰკითხა, ფიქრობდა თუ არა, რომ ოდესმე გაიგებდა რა მოხდა. ლოუელმა თქვა, არა. ჩვენ არასოდეს გავიგებთ. მაგრამ ისინი იყვნენ ჩემი ქალიშვილები და ისინი იყვნენ კარგი ადამიანები. ეს საკმარისია იმისათვის, რომ მე მახსოვდეს ისინი. ეს საკმარისია. ლოუელის დაკრძალვაზე მოვიდა მხოლოდ რამდენიმე ადამიანი. დერიკი, ფინლი, რამდენიმე მეზობელი, ერთი ძველი კოლეგა. არავინ სხვა. ხალხი დაივიწყა ამ ოჯახს. ხალხი დაივიწყა ამ ამბავს. 2019 წელს 20 წლის შემდეგ დაკარგვიდან პოლიციამ ოფიციალურად დახურა საქმე. განაცხადეს, რომ აღარ იყო საკმარისი მტკიცებულება გამოძიების გასაგრძელებლად. რომ ფოტო იყო ერთადერთი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებდა, რომ სამი დაიძულებით გადაყვანილ იქნენ იმ კოტეჯში, მაგრამ ვერაფერი სხვა არ იყო. რომ ყველა დანარჩენი დეტალი იყო სპეკულაცია. რომ ჯიმელია კოხრეინი მკვდარი იყო და ვერავინ შეძლებდა პასუხის გაცემას. დერიკი და ფინლი დარჩნენ. ისინი აღარ ბავშვები იყვნენ. დერიკი იყო 29 წლის, ფინლი 21-ისა. ისინი დიდი გახდნენ ბებიასა და ბაბუასთან ერთად, ისინი დიდი გახდნენ იმ დიდი ცარიელობით, რომელიც არასოდეს აღარ შეივსო. ისინი ახსოვდათ დედა, მაგრამ მხოლოდ ბუნდოვნად, რადგან ძალიან პატარები იყვნენ, როდესაც ის გაქრა. ახსოვდათ ის დღეები, როდესაც ბებია ტიროდა. ახსოვდათ ბაბუა, რომელიც დადიოდა ქალაქში და ეძებდა რაღაცას, რაც არასოდეს ვერ იპოვა. 2020 წელს 21 წლის შემდეგ დერიკმა დაქორწინდა. მან ჰყავდა ახალგაზრდა ცოლი, რომელიც ასევე უდორდიდან იყო. მათ ჰყავდათ პატარა ქორწილი, მხოლოდ ახლო ადამიანები. ფინლი იყო საუკეთესო კაცი. ქორწილზე არავინ ახსენა დედას. არა რომ არ უნდოდათ, უბრალოდ არავინ არ იცოდა რა ითქვა. 2021 წელს ერთმა თანამედროვე დოკუმენტურ პოდკასტმა გააკეთა ეპიზოდი ამ საქმეზე. მათ ჩაატარეს გასაუბრება დერიკთან და ფინლისთან. დერიკმა, რომელიც იყო 26 წლის, თქვა, ჩვენ ვიცით, რომ დედა არ იყო იდეალური. ჩვენ ვიცით, რომ სამივე დეიდა, ჩემი დედა და მისი დები, ჰქონდათ საკუთარი პრობლემები. მაგრამ ისინი არ იყვნენ ცუდი ადამიანები. ისინი არ იყვნენ ისეთები, რომლებიც დატოვებდნენ ოჯახს. რაღაც მოხდა. ჩვენ არ ვიცით რა, მაგრამ რაღაც მოხდა. და ვერავინ არ მოგცა პასუხი. ვერავინ. ფინლიმ თქვა, ყველაზე რთული არის ის, რომ შენ არ იცი. შენ არ იცი არიან ისინი ცოცხლები თუ არა. შენ არ იცი მოხდა თუ არა რაიმე საშინელი. შენ უბრალოდ არ იცი. და ეს არის ყველაზე მძიმე რამ. თუ შენ იცი რა მოხდა, შენ შეგიძლია შეეგუო. მაგრამ როდესაც არ იცი, შენ მუდმივად ელი. მუდმივად იმედოვნებ. მუდმივად ფიქრობ, რომ იქნებ დღეს, იქნებ ხვალ. მაგრამ ის დღე არასოდეს მოდის. პოდკასტმა ასევე ჩაატარა ინტერვიუ იმ ჟურნალისტთან, რომელმაც დაწერა სტატია 2016 წელს. ჟურნალისტმა თქვა, რომ მისი აზრით, ყველაზე გაუგებარი იყო ის, რომ ჯიმელია კოხრეინი არ ჩანდა როგორც ადამიანი, რომელსაც შეეძლო ასეთი რამ. რომ არავინ, ვინც მას იცნობდა, ვერ დაიჯერებდა ამას. მაგრამ ფოტო იყო იქ. ფოტო არ იტყუებოდა. სამი ქალი იყო იმ ოთახში, შიშით სახეზე და ვიღაც გადაიღო ფოტო. ეს იყო ფაქტი. 2022 წელს ფინლიმ ასევე დაქორწინდა. მან ჰყავდა ცოლი, პატარა ბინა, სამუშაო. ის ცდილობდა იყოს ნორმალური. ცდილობდა ჰქონოდა ნორმალური ცხოვრება. მაგრამ ყოველ ივნისს, ყოველ მეოთხე დღეს ის იხსენებდა. ის იხსენებდა იმ დღეს, როდესაც ყველაფერი შეიცვალა.
2023 წელს დერიკს და მისი ცოლი ჰყავდათ პირველი შვილი, პატარა გოგონა. დერიკმა არ უთხრა თავის ცოლს სრული ამბავი თავისი დედისა და დეიდების შესახებ. მან უბრალოდ თქვა, რომ ისინი დაიკარგნენ დიდი ხნის წინ. ცოლი არ იკითხა მეტი. 2024 წელს 25 წლის შემდეგ დაკარგვიდან ერთმა ადამიანმა, რომელიც მუშაობდა ისტორიულ საარქივო მასალებზე, იპოვა კიდევ ერთი დოკუმენტი. ეს იყო ძველი საავადმყოფოს ჩანაწერი, რომელიც ეხებოდა ჯიმელია კოხრეინს. გამოირკვა, რომ ის მკურნალობდა ფსიქიკური აშლილობით 1990-იან წლებში. რომ მას ჰქონდა დიაგნოზი, რომელიც არ იყო საჯაროდ ცნობილი. ის დიაგნოზი ეხებოდა კომპულსიურ ქცევებს და პარანოიას. დოკუმენტში ასევე იყო ჩაწერილი, რომ ის რამდენჯერმე ჰოსპიტალიზდა და რომ ექიმები ფიქრობდნენ, რომ ის შეიძლება იყოს საშიში. ეს ინფორმაცია გადაეცა პოლიციას, მაგრამ მათ უთხრეს, რომ საქმე დახურული იყო და აღარ შეეძლოთ გამოძიება. რომ ახალი ინფორმაცია საინტერესო იყო, მაგრამ არ იყო საკმარისი იმისათვის, რომ ხელახლა გახსნილიყო საქმე. რომ ჯიმელია მკვდარი იყო და ეს იყო ფაქტი. დღეს 2026 წლის იანვარში, 26 წლის შემდეგ დაკარგვიდან, დერიკი და ფინლი ცხოვრობენ საკუთარ ცხოვრებას. დერიკი არის 29 წლის, ფინლი 31-ისა. მათ აქვთ საკუთარი ოჯახები, საკუთარი შვილები. ისინი ყოველწლიურად ახსოვთ იმ დღეს, როდესაც მათი დედა გაქრა. ისინი ყოველწლიურად მიდიან იმ ადგილას, სადაც ოდესღაც იყო მშობლების სახლი. ისინი დგანან იქ რამდენიმე წუთი და უბრალოდ უყურებენ. არაფერს ამბობენ. მხოლოდ დგანან. ისინი აღარ ელიან პასუხს. ისინი იციან, რომ ზოგიერთი კითხვა უპასუხოდ რჩება. ისინი იციან, რომ ზოგიერთი ადამიანი უბრალოდ იკარგება და არასოდეს იპოვება. ისინი იციან, რომ ცხოვრება არ იძლევა ყოველთვის დახურულობას, ყოველთვის პასუხს, ყოველთვის განმარტებას. ამ ამბის შესახებ ხშირად არავინ ლაპარაკობს ახლა. ის დაიკარგა დროში. ის გახდა ერთ-ერთი იმ 1000 დავიწყებული საქმიდან, რომელიც არასოდეს გადაწყდა. ხალხი ამბობს, რომ ზოგჯერ ადამიანები უბრალოდ იკარგებიან და ვერავინ იგებს რატომ. რომ ცხოვრება რთულია და რომ პასუხები არ არის ყოველთვის შესაძლებელი. რომ ზოგჯერ უნდა შეეგუო არ ცოდნას. მაგრამ ის ფოტო რჩება. ის ფოტო, სადაც სამი და დგანან ერთ კედელთან, შიშით სახეზე, 1999 წლის ივნისში, უცნობ ოთახში, ვიღაცის ხელში. ფოტო, რომელიც იპოვეს 15 წლის შემდეგ, როდესაც უკვე გვიან იყო. ფოტო, რომელიც ადასტურებდა, რომ ისინი იყვნენ ცოცხლები იმ მომენტში, მაგრამ ვერავინ იცოდა რა მოხდა შემდეგ. ფოტო, რომელიც არის ერთადერთი ფიზიკური მტკიცებულება იმისა, რომ რაღაც მოხდა, რაღაც საშინელი, რაღაც, რასაც ვერავინ ვერ გაიგო. ეს არის ის, რაც რჩება. მხოლოდ კითხვები. მხოლოდ ცარიელობა. მხოლოდ დრო, რომელიც გადის და არაფერს უბრუნებს. მხოლოდ სიჩუმე, რომელიც იყო უფრო ხმამაღალი ვიდრე ყველა ის სიტყვა, რომელიც არასოდეს ითქვა. მხოლოდ ის შიში სამი ქალის თვალებში ფოტოზე, რომელიც იყო გადაღებული 26 წლის წინ და რომელიც ახლა ინახება პოლიციის საარქივო ყუთში, თხელქაღალდის კონვერტში, სადაც დაწერილია საქმე 1999-0156. დახურულია. გადაუჭრელი. და სადმე, ვუდვორდში, პატარა ქალაქში ოკლაჰომაში, ცხოვრება გრძელდება. ხალხი მუშაობს, ხალხი ცხოვრობს, ხალხი ივიწყებს. მაგრამ ორი ახალგაზრდა მამაკაცი, დერიკი და ფინლი, ყოველ ივნისს ახსოვს. ისინი ახსოვს დედას, რომელსაც ძლივს ახსოვთ. ისინი ახსოვს ბებიას, რომელმაც სტიროდა ყოველ ღამე. ისინი ახსოვს ბაბუას, რომელიც ეძებდა და ვერასოდეს იპოვა. და ისინი იციან, რომ სადღაც ზუსტად არ იციან, სად არის პასუხი. არის ჭეშმარიტება. არის ის, რაც მართლაც მოხდა. მაგრამ ეს პასუხი არასოდეს მოვა. ეს ჭეშმარიტება არასოდეს გამჟღავნდება. და მათ უნდა ცხოვრონ ამით. ყოველ დღე, ყოველ წელი, ყოველ ივნისს. ეს არის ის, რაც რჩება სამიდის დაკარგვის შემდეგ. არა სიკვდილი, რადგან არავინ არ იცის თუ ისინი მკვდარი არიან. არა დახურულობა, რადგან არ არის დახურულობა. მხოლოდ ცარიელობა. მხოლოდ უპასუხოდ დარჩენილი კითხვები. მხოლოდ დრო, რომელიც გადის და არაფერს ასწორებს.